რა შეფასება უნდა ხა დღეს ჩვენ რაც ვნახეთ მე თუ იმ ამბის მერე რაც იკადრა გახარია ადამიანი მის როლში მყოფი შემეწოდებოდა რაღაცა მომენტში ნამდვილად შემეწოდა თავიდან ბოლომდე ვერ მივადევნე თვალყური მაგრამ ისე აიხლართა თავის ტყუილებში თქვენ წარმოვიდგინეთ რომ კაცი რომელიც ლაპარაკობს რომ 20 იმის იქით ვამშვიდებდი ვიღაცასო რა დღეში გასამშვიდებელი იყო ერთადერთი კაცი იმ დღეს დამშვიდდა ლომჯარია მეორე მოსასვენებელი ზვიად ძიგურის კაბინეტის მოსასვენებელ ოთახში და 2-3 ადამიანი იყვნენ ხოლმე ძირითადად დანარჩენი კარი როცა გაიღებოდა იყო რაღაც კომუნიკაციის საშუალება და გიჟივი დარბოდა წინ და უკან ვერ იგებდა რა უნდა გაეკეთებინა თავარი კითხვა ჩორჩანა 20 ივნისი მელიასთვის გადადგომა პანკისში როგორ მოექცნენ პოლიციელებს მისი რაღაც დაუგეგმავი თუ განზრახ მოქმედების გამო სარალიზის საქმე სადაც კომისიამ ჩვენმა მაშინდელმა კომისიამ ნაცრების მოთხოვნით რომელიც შეიქმნა რაც დაადგინა ეგ პოლიცია ყველაზე მეტი ბრალეულობა მაინც პოლიციისკენ და დაგეგმვისკენ მიდიოდა მიუხედავად იმისა რომ გამომძიებლები და რიგითი ადამიანები ძალიან კეთილსინდისით მოქმედებდნენ იქ ხარვეზები მაგმიმართულებით იყო აი ეს კასკადი ასეთი მოქმედებების რაზეც თან იტყუება და თან ყველას რაღაცა უბედურება და ნეგატიური ამბები მოყვა ან იყო აბსოლუტური უმეცრების ბრალი აბსოლუტური არაკომპეტენტურობის ბრალი ან იყო დავალება და დავალების შესრულება აგენტის მიერ პასიანის დავაუწყდა პასიანი შევარდა ამხელა საპოლიციო ძალები და მე გამოვიდა და ბუდიშები უხადა ხალხს ისიც ამხელა ნეგატიური ამბის მომტანი იყო და ამზრდებელი ხო გახსოვთ ეს ყველაფერი ეს მოვლენას და ამდენი ამბავი ან უდიდესი არაკომპეტენტურობით დაემართა ან განზრახი მოქმედება იყო რომელიც დავალების შესრულებას დავალებების შესრულებას უკავშირდებოდა ქართული სახელმწიფოს დასუსტების მიზნით ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ მე ჭვიც არ მეპარება რომ მეორეს თან გვაქვს საქმე ასეთი შტერიც არ არის რა სიტყვას თავად გამოიყენა დღეს მან ასეთი შტერიც არ არის გონია კერა დარწმუნებული რომ ეს არის აგენტი რომელსაც ავალებდნენ და ქართული სახელმწიფოს დასუსტების მიზნით ასეთ რაღაცებს აკეთებდა გახარი არის ერთ-ერთი ყველაზე შიშარა ადამიანი რომელსაც შეეშინდა დაპატიმრების იმ შემთხვევაში თუ არ მივიდოდა და იმიტომ მივიდა ერთადერთი აი ვერ დამარწმუნებს ვერავინ ამ ქვეყანაზე სხვა არგუმენტი უბრალოდ არ არსებობს სულ აპარაკოს როგორ აი დეპუტატებს ვის ამშვიდებდა რომ დეპუტატს ამშვიდებდა 20 ივნისს ერთადერთი გაფეთრებული ადამიანი რომელსაც ლომჯარია ამშვიდებდა მე აღარ ვეთქვან საქამდე მაინც ადამიანი შიშარა და ეშინოდა იმ დროს მაინც უხერხულია თანაგუნდელები ვიყავით აი სიბინძურის ეტალონია ადამიანი რომელიც ეს რაღაცებს ლაპარაკობს რომელიც შემოვიდა ოთახში 40-მდე დეპუტატი დახვდა 40 რა სიტყვიშე პოლოსტიკორი კარგადაა დაწერილი ეთქობა უგრძნია კაც უგრძნია თავში რომ ამბობ თუ არიანი ღარიაო ქარიაო და თოლიაო ამაზე რა სიტყვი ბიჭო თუ უძილო ხარ ქარი და თოლი თუა ქვეყანა თუ ინგრევა შენ რა გიხარია შენ აბდალო სიხარულის კურთხალი დისო რომ ლაპარაკო ბაგანა რაგეთის ფელექსის გამოწინებული